საღამოშვიდობის სამეგობრებო, დაღამდა უკვე საათი არის 9:09 და მე კიდევ ამ ფორმაში ვარ. იმიტომ რომ დღეს რომ მივყევი დალაგებას გავედი თითქმის კი არა გავედი ბოლოში და მე ისევ ასე დავრჩი, რადგან ეხლა მინდა ყავა დავლიო თქვენთან ერთად და თან პატარა ვიდეოს ჩავწერ. ასე მეგონი ძალიან შორს ვყავხართ. ძალიან შორს ვყავხართ მეგონი, ხო ასე. მაგრამ ცოტა განსხვავებული იყოს მაინც მეთქი. ახლა დავიღალე. რომ მივყევი, იმდენი რამე გამოჩნდა და სალაგებელი რომ აი ერთი თებში კიდე მომიგროვდა გასარეცხი. დღეს რა დამემართა დილას ვიდეო რომ ავტვირთე ხომთან საქმობდი და ვალაგებდი და ჩქარჩქარა ვაკეთებდი ყველაფერს. დავამონტაჟე ვიდეო ავტვირთე YouTube-ზე და ნახვებით წამოვიდა ჩვეულებრივად და არ ვიცი რაღაც ხარვეზი გამოუჩნდა, მერე გაჩერდა YouTube-ზე, არ ვიცი ჩემ ტელეფონს ქონდა რამე პრობლემა თუ YouTube-ს ქონდა პრობლემა, ვერ გავიგე, გაჩერდა ანუ ჩემი ვიდეოს მსვლელობა გაჩერდა და მე გადააგდო სადღაც იქით, ისევ თავი შუა ნაწილიდან დააწყებია, მე ვიდეო დავამთავრე და ისე ავტვირთე. შეიძლება მე შევცდი, მაგრამ არ ვიცი, ასეთი რამე ჯერ არ დამართნია. ვიდეოს ბოლომდე ჩავედი, უყურე, გადაასვლებით, ახლა ჩქარჩქარა იმდენი დრო არ მქონდა, რომ ჯდარიყავი და მეყურებინა და ბოლოს არ ვიცი. თვითონ რამე შეცდომა დაუშვა იმ კატკუტის მithom ვაგდებ პროგრამით, იქ ვტვირთავ და ვაგდებ. არ ვიცი მან დაუშვა შეცდომა, არ ვიცი მე დამემართა და მე ჩავრთე ვიდეო და თქვი ლაგებაში მეც ვუყურებ ან მოვისმენ მეთქი და რომ ვისმენდი ამ ვიდეოს, აი მომენტში გაჩერდა ვიდეო და მე გააგრძელა ისე ვიდეო და შეიძლება თქვენ რომ ნახეთ, თქვენთანაც ისე იყო, მაგრამ ჩემთანაც მე ასე აჩვენა. რაღაც ეტაპზე გააჩერდა და მე გადავიდა, შუა ნაწილიდან დაიწყო ვიდეო ისევ და არ ვიცი რა მოხდა, ვერც ხსნი ახლა რა მოხდა. და მე უცებ წავშალე, რაღაც საერთოდ უაზრო ვიდეო გამოვიდა, 18 ნახვაც ჰქონდა. და იქ დავწერე რომ ბოდიშით მეთქი რომ არ წამეშალა რაღაც უაზრო იყო. წავშალე და ხელმეორედ ავტვირთე შევედი. შეიძლება ჩემი ხარვეზი იყო, იმიტომ რომ იქ ის კატკუტის პროგრამა ინახავს იმ ვიდეოს და იქ რომ შევედი ბოლოში იყო რაღაც დამატებული. შეიძლება რაღაც შემთხვევით დავამატე და მე თვითონ ვერ მივხვდი და ამერია. ისე თუ ასე არ იყო ვიდეო ნორმალური და ხელმეორედ ავტვირთე და კი გამიხდა მე საათი 3 სანამ ვიდეო დავამონტაჟე, ბოლომდე გავასწორე და ჩავაგდე. ხო და იქით საქმეს ვაკეთებდი, აქეთ ეს არ გამომივიდა, ცოტა მაგაზეც ვინერვულე რა მოხდა, რა გავაკეთე მეთქი, თან ნახვაც რომ მქონდა და ეხლა 18 ნახვა არ არის ბევრი, მაგრამ არის ცოტა მაყურებელთა მიიტანო ისეთი ვიდეო რაღაც არეული და ცოტა ვინერვულე მაგაზეც. სულ ცოტა გადმომიარა. ხო და
მაგაზე ცოტა ვინერვიულე მეთქი მაგას ვამბობდი, მაგრამ არა უშავს, უბრალოდ თქვენთან იყო ეს შემწყვა ასეთი ვიდეოს დადება. თან ხომ იცით მე რომ ჯერ კიდევ ბევრ რამეს ვსწავლობ, მე ხომ ჩემით ვაკეთებ ყველაფერს და ერთადერთ ვისაც ვეკითხები რჩევებს ვღებულობ, ეს არის ChatGPT და მაგის გამისწავლე მე ხომ ყველაფერი. ხო და მე ხო რა არ ვიცოდი, ეს მუსიკის დადება ძლივს ვისწავლე, ხმის დაწევა და აწევა ეს ხომ თავიდან ვისწავლე და რაღაცები ბევრი ვისწავლე, მაგრამ ეს კადრების აჩქარება როგორ უნდა გამეკეთებინა, ეგ არ მქონდა გაკეთებული და არ ვიცოდი. მე ChatGPT-ს ვკითხე და ეგეც ამიხსნა და იმ ვიდეოს დამონტაჟების დროს ამანაც თავისი დრო წაიღო, რომ სანამ ისწავლი ამას მირთულდება მეგობრებო, იმიტომ რომ თავიდანაც ვთქვი, რომ მე არ მქონია ასეთ რაღაცებთან შეხება და ეხლა ვსწავლობ ყველაფერს. და ხო და თან რა იყო, იცი ამაზეც რომ ვინერვიულე იქით რაღაცას ვაკეთებ და მე ამირანიც მოვიდა, მე სადილიც ჩქარა ყველაფერს ერთად და მეც თქვი აღარ დავამთავრებ ამ საქმესაც, აღარ დავამთავრებ კი არა, ბარემ დავამთავრებ ამ საქმესაც მეთქი და ხო და ეხლა ის დრო არის და აი ჩემ თავს რომ მივხედო მე ბარემ თქვი ამ ვიდეოსაც ჩავწერ რომ მოუწესრიგდე მეც მეთქი. ხო დღეს ასე რომ მომიწია ცოტა ნერვულობა, მაგრამ სანერვულო არაფერი არ იყო, ის იყო რომ სირცხვილი იყო ესეთი ვიდეოს დადება იმ ხრივ რომ ვიდეო თავდება და ისე ვიწყება ხელმეორედ. რაღაც არ იყო ლამაზი, სირცხვილი ძალიან სტუმარი გიგონა ის რა გააკებოდი? კაი და ხუშიციო. კაი და უხურე ხმა შემოდის. ამირა მაგარიც. ხო და ასე თუ ისე რაღაც ბოლოს მაინც ხომ დავდე ვიდეო. ეხლა კიდევ მეტი ხმა შემოდის. ხო და ძალიან დავიღალე, ამის თქმა მინდოდა საბოლოოდ და რამდენი რამე მოვყევი წინ. ძალიან დავიღალე ამ ყველაფერმა ერთად დამღალა, მაგრამ თქვენთან მოусვლელად მაინც ვერ დავიძინებდი. მადლობა ყველაფრისთვის, მეგობრებო, თქვენ რომ მე მაინც მხარს მიჭერთ, მაინც მიყურებთ და ჩემ დღევანდელ ვიდეოსაც ჩვეულებრივად ნახვევები გქონდა და აქვს ჯერჯერობით. დღევანდელი დღე ასე ჩაიარა ყოველ შემთხვევაში. ეხლა ყავა დავლიო ცოტა. ხომ მეკუთვნის ამდენი გადავლის მე. ცხელია ჯერ. ცოტა გადმოიარა კიდევ კარგი, სულ ერთი წვეთი. გარეთ ვერ გავალ, თავისთავად რომ იქ ხმაურია და ამღერს ვიდეოს იქ გადაღება და ზივარ ამეთ წერტილში. ხო რაღაც მინდოდა გამეკეთებინა, კრემი ხომ მქონდა გუშინ წინ რომ გავაკეთე და მომრჩა. ეგეც მინდოდა რაღაც, მაგრამ ამ დაღლის მერე ვეღარ შევძლებდი და მოდი ხვალისთვის გადავდოთ. ხვალე გავაკეთოთ ერთად. წვიმას აპირებს გონი, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს. გამოცხადებული იყო. ხო იქ მე ეს რომ ყველაფერი რომ ამერია დღეს დედაჩემი ხომ ელოდება 12-დან პირველ საათამდე უნდა დავრეკო. ისიც ვეღარ მოვახერხე იმ პერიოდში და მე ჩქარჩქარა ვიდეო რომ დავდე პირველი დედაჩემს დაურეკე რომ მე დაიწყებს ნერვულობას რატომ არ ვეკავ და თვითონ კი არ დარეკავს.
მე უნდა დაურეკო და ყველაფერი ერთად მომიწია. გაიღვიძა მირანმაც და ამასაც რაღაც მივხედო, ვახშამი რომ მე ჩემ თავს მივხედო, წავედი აბანოში და მე გიგაც მოვა. ყავასაც შეგებულად ვერ სვამ ახლა, იმიტომ რომ 10-მდე ყველაფერი უნდა მოვაწრო. ეს მეგობრებო, ბევრჯერ ვთქვი და არ ამიხსნია. სულ რომ ვიძახი 10-მდე უნდა მოვაწრო და ანუ რატომ ამახვილებ ამაზე ყურადღებას. მე რომ წამლებს ვსვამ, ეს ისეთი წამლებია, საღამოს რომ მე ამას ბოლოს 9-ზე 10-ზე ამას რომ დავლე, უნდა დავიძინო წესით. რომ ეს წამლები თავისებურად მამშვიდებს და აი დავიძინო უნდა და ის თქვათ ხომ ნორმაში ითვლება 8 საათი. მე 10 საათი უნდა ვიძინო აქტიურად და ვასწრებ. მაგრამ ეს ბოლო რამდენი ხანია უკვე არ ვიცი, ალბათ თვეზე მეტია, 10-ზე მე აღარ დამიძინია. წესით უნდა დავიძინო. მაგრამ ყოველთვის ვცდილობ მაინც რომ იმ დროში დავწვე რომ რამენაირად 11-მდე მაინც რომ მე დავიძინო. ის 1 საათი ახლა არაფერს არ იზამს, მაგრამ ექიმისგან გაფრთხილებული ვარ ასე, საღამოს ამ წამლებს ბოლოს 10-ზე რომ დალევ, უნდა დაიძინო. ადრე რომ სახშიც ფეხზე იდგა ყველა და მეუბნებოდნენ 10 წამალი არ დაგჭეს, 9 წამალი არ გამოგრჩეს, ეხლა შენი ძილის დროა, ასე ყველა მედგა რომ და მე თვითონაც მეც ვაკონტროლებდი ჩემ თავს, მაგრამ გვერდითაც ყველა ოჯახში მაფრთხილებდნენ, მეუბნებოდნენ რომ ზუსტად იმ ექიმის ნათქვამით და ზუსტად იმ განრიგით მე ცხოვრა რომ მივსულიყავი გამოჯანმრთელებამდე და მართლა არასოდეს არ შეწინააღმდეგები ვარ ან იმ დროს, ან არ დამელევინა, ან ექიმის არ გამეგონა ექიმის ნათქვამი და რას მოვიგებდი მაგით, მაგრამ ზოგადად არ მიმყოლი, აბა ექიმთან რატომ მივდივარ, თუ მისი ამჯერა. თუ მიდიხარ და ენდობი, ისეც უნდა გააკეთო და მიყვე. და თუ აღარ ენდობი, მაშინ წამოხვიდე უნდა და სხვასთან უნდა მიხვიდე, ვისაც ენდობ. ხო და ასე რომ ეხლა რომ 1 წელია თითქმის კარგად ვარ, ცოტა აქ შეცდომებს ვუშვებ, მაგრამ ხომ თქვი კიდევ რომ აღარ ვილაპარაკებ ამ თემაზე მეთქი, მაგრამ ამის თქმა მინდოდა რომ სულ რატომ ამბობ 10-მდე უნდა მოვასწრა. იმიტომ მოვყევი რომ თქვენთვის არ იყოს გაურკვევლობა და რას ნიშნავს ეს 10 მანც და მაინც. ამიტომ თორემ აღარ მინდა იმ თემას შევეხო, მოგიყევით, ბევრჯერ ვთქვი და იცით თქვენ ჩემი ყველაფერი. დღეს დილით შემცივდა რომ გამომეღვიძა, სიცივემ გამომაღვიძა, საათი იქნებოდა 7. სიგრილე იყო, მე ჩაცხა ცოტა შვადღით და ეხლაც სიგრილია მშვენიერი. მეგობრებო, დაგემშვიდობებით ამ პატარა ვიდეოთი. ყავას ჩქარა მოუსვი უკვე და ვამთავრე. დაგემშვიდობებით მოვა ხვალე უფრო დასვენებული, უფრო სხვა იდეებით და მადლობა რომ მიყურებთ და მადლობა რომ მელოდებით და მადლობა იმისთვის რომ მამხნევებთ. აბა ხვალამდე.